ბატონი კალუგინის განცხადებაში არაფერი ახალი არ იყო. ეს არის ჩვეულებრივი ნარატივი რუსეთის ფედერაციის, რომელიც არის დაფუძნებული მათ საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაზე, სადაც პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ კრემლი მზად არის საქართველოსთან განავითაროს ნებისმიერი ურთიერთობები იმ პირობით, თუ საქართველო აღიარებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებს, რაც არის შექმნილი რეგიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ეს ჩვენ გვესმის, ასე ვთქვათ, ყველა მხრიდან. იქნება ეს კარასინი, ლავროვი, ზახაროვა, ესკოვი, ეხლა დაემატა მას კალუგინი და დანარჩენი სხვები, ეს პოლიტოლოგები, დუგინები, მიგრანიანები და ასე შემდეგ. ამიტომ ამაზე სხვათა შორის მე მომეწონა შალვა პაპუაშვილის განცხადება. ეს იყო ძალიან არაურაზროვანი და პირდაპირი მითითება იმაზე, რომ რაღაც ნორმალიზაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება რუსეთის მხრიდან. ოღონდ ამ სიტყვა აღიარებას მე შევცვლიდი სიტყვა აღდგენით, იმიტომ რომ აღიარება არის de jure პროცესი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვახსოვს, ვიდრე 2008 წლამდე, როდესაც ასე ვთქვათ, მედვედევმა ვითომ პრეზიდენტმა აღიარა ვითომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, მანამდე de facto ყველაფერს აკეთებდა რუსეთის ფედერაციამ აღიარების პირობებში, რომ ხელი ეფათურა საქართველოს რეგიონებში და ძირი გამოეთხარა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის. მაგრამ ამასთან ერთად მინდა უსურვო ბატონ შალვას, რომ მან შეინარჩუნოს ეს პრინციპიალობა ბოლომდე თავის, ასე ვთქვათ, თანაგუნდელებთან ერთად. ყოველ შემთხვევაში დღეს ჩანს, რომ არანაირად არ არის რუსეთი და ვერანაირ ნიშანწყალს ვერ ვხედავ, რომ მზად არის რაღაცა გაჟღერებული თითქოს და პოზიტიური მიდგომების ფონზე რაღაც სერიოზული გზავნილი ჩამოაყალიბოს და ამასთან ერთად თქვენ სწორედ აღნიშნეთ ეს თითქოს და პოზიტიურ განცხადებაში ეს რაღაც ცინიკური შეფასება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, რუსეთი, ამ საგარეო პოლიტიკის, რომელიც არის ყველანაირად მიმართული იმისკენ, რომ რაღაც თქვათ გამოიძერწოს ამ ონქრივ ურთიერთობებში, ამ პირობებშიც კი გვადარებენ რაღაც ხურდაფულს და ასე ვთქვათ, ამიტომ თან კიდევ ეს ბატონი წარმოადგენს რაღაც დსთ-ს ნომერ 4 დეპარტამენტს და არ ეკუთვნის ეს საქართველოს დიდი ხანია არც დსთ-ს და ამ სივრცეს. ვეკუთვნით ჩვენ სულ სხვა სივრცეს, რასთანაც პრობლემები აქვს ქართულ ოცნებას და ეს არის ძალიან სამწუხარო. თუმცა კალუგინის განცხადება ალბათ უფრო ყურადსაღები და ყურადღება მისაქცევი გახდა მას შემდეგ, ამ განცხადებას წინ უძღოდა კობახიძის აშხაბადში გამართულ ფორუმზე მონაწილეობა, ფოტო პუტინთან ერთად და არც ერთი სიტყვა ოკუპანტ ქვეყანაზე და ოკუპირებულ რეგიონებზე. ამ კონტექსტში ალბათ უფრო ყურადღებას იქცევს ხოლმე კრემლიდან წამოსული ეს გზავნილები, რომელიც ერთის მხრივ კარგ პოლიტიკას ეხება ქართული ოცნების მიერ გატარებულს და მეორე შექებებს ოცნების ლიდერების მისამართით. ხო, შესაძლოა რომ ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ასე პირდაპირ რაც დავაკავშირებდი, იმიტომ რომ ახალი ხო არაფერი არ ვთქვია კალუგინს. ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით და არ მგონია რომ აქ ბატონი ირაკლი კობახიძის ჩასვლა მაშგაბათში ამაზე იმოქმედა. მეორე საკითხია რომ იქ რა თქმა უნდა შეეძლო უფრო პრინციპიალურად ბატონ ირაკლი კობახიძეს გარკვეული აქცენტების დასმა, მეტადრე რომ მისი გამოსვლა პროცედურით იყო პროტოკოლით პუტინის გამოსვლის შემდგომ. და მას შეეძლო რაღაც უხერხული კითხვები დაესვა ბატონი პუტინისთვის სრულიად საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების დაცვით. მაგრამ ეს მან ვერ გაბედა, ახლა მას თავისი ალგორითმები აქვს ალბათ, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან მან გაუშვა. და ის რომ ახლა სურათი გადაიღო, ახლა ვიდრე თუ გადაწყვეტილება იყო ოცნების რომ იქ უნდა ჩასულიყო, მაშინ ახლა ოფიციალურ პროტოკოლურ სურათს თავს ვერ აარიდებდა ბატონი ირაკლი კობახიძე. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და ახლა იქ იმისთვის ჩასვლა, რომ იქ პროტესტი გამოეცხადებინა, ეს არ თვლი ამას ლოგიკურად. გამოსვლაში უნდა ესარგებლა ამ გამოსვლით
და აი ამ სულისკვეთებით ეს რო იყო კონფერენცია მშვიდობისგან ნდობის. უნდა დაესწრო კითხები რომ აი ბატონო პუტინ თქვენ ლაპარაკობთ მშვიდობაზე და ნდობაზე და იმაზე რომ ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს ყველა დაინტერესებული ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ რომ თქვენ სრულფასოვან ქვეყნად თulit ჩვენ საქართველოს ვინაიდან ოკუპირებულები გაქვთ ჩვენი ტერიტორიები და ამის ფონზე როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ თქვენთან მშვიდობაზე და ნდობაზე. ან თქვათ რაღაც უფრო დიპლომატიურად შეეფუთა ეს. ყოველ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არსებობდა, ანუ რის თქმა მინდა, პრობლემა ის კი არ არის სადღაც მონაწილეობ. პრობლემა ის არის, როგორ მონაწილეობ და რა გამოგაქვს ამ შეხვედრებიდან შენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ. ამაშია პრობლემა და არა მონაწილეობაში. და რა გამოიტანა მთავრობის მეთაურმა, ქართული ოცნების მთავრობის მეთაურმა, ან რა ჩაიტანა ამ ფორუმზე ჩასვლისას? ვერაფერი ვერ წამოიღო და ვერაფერი ვერ ჩაიტანა. სხვათა შორის ესე იგი, ხშირად ამბობენ, რომ თურქმენეთში ერთ წლის განმავლობაში სამჯერ იყო ბატონი ირაკლი კობახიძე, მაგრამ აი იმ შეხვედრაზე, რომელზეც უნდა ყოფილიყო საქართველოს წარმოდგენილი თურქმენეთში, ზუსტად იმ შეხვედრაზე წარმოდგენილი საქართველოს არ იყო. მე გულისხმობ 2022 წელს საკურორტო ქალაქ ავაზაში, რომელიც არის კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული, შედგა სამმხრივი პირველი სამიტი. თურქეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის მონაწილეობით, რომელიც იყო ფოკუსირებული ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საკომუნიკაციო პრობლემებზე. აბა წარმოიდგინეთ რუკა. ესე იგი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. აშკარად ჩანს, რომ ჩავარდნა ამ სივრცეში. საქართველოს სივრცის ხარჯზე. აი ზუსტად იქ უნდა ყოფილიყო საქართველოს წარმოდგენილი, იმიტომ რომ იქ წყდებოდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორალური შემდგომი თანამშრომლობის მოდელირების დაგეგმვა. აი იქ ზუსტად ჩვენ არ ვიყავით. სხვათა შორის ეს პირდაპირ ამაქვს ნათქვამი თავის დროზე ბატონ ლევან დავითაშვილისთვისაც ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიყავით. ერთად წარმოდგენილი. და ეხლა აი ამაზე რა ის იყო ბოლო-ბოლო თუ მაინც და მაინც უნდათ იქ წასვლა როგორც სომხეთმა გააგზავნა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მაგივრად ასევე გაეკეთებინათ ან საერთოდ რა აზრი იყო იქ ჩასვლას მე ვერ ხედავ ამიტომ თუ მაგალითად იქ არ დავსვამდით პრინციპულად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს და იქ იყო ადრესატი წარმოდგენილი ბატონი პუტინისა მაგრამ ეს შესაძლებლობა ბატონმა ირაკლი კობახიძემ არ გამოიყენა, ან ვერ გამოიყენა, ან ვერ გაბედა, ან არ უნდოდა, ეხლა ეს არ ვიცი, ეს უკვე ყველამ თავის დასკვნა გამოიწვია. ბატონო ვალერ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მათ შორის სავარაუდოდ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხს და ამ საკითხის გამოძიების აუცილებლობას და ასევე სულ რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპარლამენტი ხვალდაზეგ ევროპული საბჭოს საქართველოს საკითხის განხილვას დაიწყებს და ხვალ საქართველოზე დებატები არის ჩანიშნული. რა შეიძლება ელოდოს ჩვენი ქვეყანა ხვალინდელი დღისგან წლის ბოლო იწურება და რაღაცნაირი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ ჩვენც რა გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული. როგორი შეიძლება იყოს გასაგებია რომ მხარდაჭერას ღიად უცხადებენ ქართულ ხალხს რომელიც ქუჩაში წელიწადზე მეტია დგანან და ღიად აფიქსირებენ ევროკავშირთან დაახლოების აუცილებლობას და სურვილს, თუმცა მეორეს მხრივ დგას ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ევროკავშირისგან დაშორებაზე. ხო, იცით ახლა გასაგებია, ანუ მთავარი კომპონენტები, ესე იგი ევროკავშირის ზოგადად და მისი მთავარი ორგანოების, ევროპის საბჭო, ევროკომისია, ევროპული პარლამენტი ესე იგი ამ ინსტიტუტების მიდგომების მთავარი კომპონენტები არის სრულიად ნათელი და ეს არ ითვლება, ხო? ეს არის კრიტიკა მთავრობის და მხარდაჭერა საქართველოს ხალხის. ხო, ამ კონტექსტში იქნება გაგრძელებული, ასე ვთქვათ, ეს, იმიტომ რომ თან ახლა რას უნდა დავაკვირდეთ, რომ ყველა როგორი კრიტიკული განცხადებაც არ უნდა იყოს, იგივე ფონ დერ ლაიენის ან მარტა კოსის ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის ევროკავშირის იქ არის ხაზგასმული, რომ ევროკავშირი ელოდება საქართველოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, კურსის კორექციას
საიმისოდ რომ დაუბრუნდეს სრულფასოვნად ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოს. წინაპირობა რომ კურსის კორექცია მოხდება და კონკრეტული ნაბიჯები გადაითქმება. თუ კი ეს ასე არ იქნება, მაშინ რა იქნება შედეგი და გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენთან დაკავშირებით მიიღებენ? ხო, ყოველ შემთხვევაში დღეს მე ვერ ხედავ, რომ რაღაცა შეიძლება შეიცვალოს ქართული ოცნების მხრიდან, სამწუხაროდ ვერ ხედავ. შეიძლება ევროპელებიც ვერ ხედავენ ამას, ან ხედავენ, არ ვიცი ახლა რაზე ეთმობიან, მაგრამ ეს გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არ რჩება პრიორიტეტად და მნიშვნელოვან ქვეყნად ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. ეს არის იმედის მომცემი ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა აქედან რა იქნება რეაქცია, რთული საქმეა ახლა, უნდა გავიმეორო, რომ სამწუხაროდ იმ რიტორიკის ფონზე, რომელიც ჩვენ გვესმის, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ოფიციალური და ნაკლებად ოფიციალური პირებისგან, მე ვერ ხედავ ვერანაირი ცვლილების, ასე ვთქვათ, პერსპექტივას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ველოდოთ ევროკავშირის უფრო ხის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა კონტექსტში, ფინანსური დახმარებები შეჩერებულია, თანამშრომლობის არხები კომუნიკაციების ჩაჭეხილია, ქართულ ოცნებას არავინ არ ესაუბრება, ლიბიის ლიბერალიზაციის საკითხი დგას, წვავეთ, უბრალოდ მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორი ხისტი გადაწყვეტილებებიც არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მიერ, ეს არ დააზიანებს ქართული ხალხის ინტერესებს. მაშინ რა შეიძლება იყოს ეს ხისტი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მოლოდინი იმის შესახებ თქვენ ვიზა ლიბერალიზაცია ახსენეთ, მოლოდინი იმის შესახებ რომ დღესაც შესაძლოა დადგეს საკითხი საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ უკვე რეალურად იქცა ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. თუ კი როგორც თქვენ ამბობთ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამოვა ევროკავშირი რა შეიძლება იყოს ის სიხისტე, რომელზეც თქვენ საუბრობთ? ახლა მე იმედი მაქვს, რომ თუ ვიზა ლიბერალიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს არ დააზიანებს ზოგადად ქართული ხალხის ინტერესებს, შენარჩუნდება ეს ლიბერალური რეჟიმი საერთოდ მოსახლეობისთვის და იქნება რაღაც გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული. და მეორე რჩება სასანქციო პოლიტიკის გამკაცრება გარკვეული ჯგუფების მიერ, რომლებიც განსაკუთრებით საუბრობენ გაუთავებლად ამ რაღაც მანკიერ რაღაც ფილოსოფიურ მიდგომებზე, რომ ეს ევროპული ომის პარტია, ეს deep state და რომ ევროპული ინსტიტუტების შეპყრობილები არიან რაღაც deep state-ის გავლენები და ასე შემდეგ, ამას ეს სასაცილოდ არ ყოფნით ევროპელებს და საერთოდ ამაზე არც პასუხობენ საერთოდ, თუ დააკვირდით, ერთხელ რომ პასუხიან ამასთან დაკავშირებით. პასუხობენ გამოგონილ ბრალდებებს, ბრალდებაც არის და ბრალდებაც ახლა. არა, ხო და მაგას ვამბობ, რომ რაღაცა ახლა ბრალდება შეიძლება რაღაცას ეყრდნობოდეს, ხო, მაგრამ ახლა ამისთანა ბრალდებებზე როგორ უპასუხებს ახლა სერიოზული ადამიანი, ხო? ხო და აქედან გამომდინარე შეიძლება განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებული ამ სიხისტით გამოირჩევიან ქართული ოცნების წიაღში, ევროპასთან მიმართებაში პოლიტიკა. სასანქციო პოლიტიკა ხო აბა სხვა ბერკეთს მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ფინანსური პროგრამები არის შეჩერებული, ისევე კომუნიკაციის არხები ჩაჭეხილი, ხო, საქართველოს დღევანდელ მთავრობასთან არავინ ასე ვთქვათ, კომუნიკაციებს არ ამყარებს, არ ელაპარაკება, აქედანაც არანაირი გზავნილები არ ჟღერდება რაღაც კომპრომისებთან დაკავშირებით, ამიტომ რა რჩება? რჩება, რაღაც ხისტი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, რაც სავსებით რეალური ხდება ახლა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი პრაქტიკულად ევროპელებს არ რჩება. ნახოთ რა იქნება ხვალ, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით დებატებია ჩანიშნული, რა შანსს დაუტოვებს ევროკავშირი და დაუტოვებს თუ არა კვლავ შანსს ქვეყანას და რა შანსებს მისცემს ქართულ ოცნებას. მადლობა, უსმენდით, ვალერი ჩეჩელაშვილი იყო დღის ამბების სტუმარი.